თბილისის საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სტუმრობს მიღების ოფიციალური ცერემონია თავდაცვის სამინისტროში შედგა, რომლის დასრულების შემდეგ ომხრივი შეხვედრაც გაიმართა. პირისპირ საუბრის შემდეგ განცხადებები მედიისთვისაც გაკეთდა, თუ რა გზავნილები გახმაურდა, ამას სოფო ოხანაშვილი გვეტყვის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად იმყოფება, ეს თვითონვე აღნიშნა და მან ამ ვიზიტს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა. ასევე ორივე მხარემ ცალსახად განმარტეს, რომ საქართველოსა და საფრანგეთის შორის თანამშრომლობა არის პარტნიორული ხასიათის და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. ერთ-ერთი საკითხი, რაც შეხვედრაზე იყო განხილული და რაზეც ბრიფინგზეც ისაუბრებს ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, ეს არის ის, რომ საქართველოსა და საფრანგეთის შორის საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს. ამ მიმართულებით თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ნატო-საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დღეს ფრანგი კოლეგისგან მიიღო პირობა, რომ შავი ზღვის რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიზნით საფრანგეთი აპირებს საკუთარი ძალების გაძლიერებას და ოქტომბერში დაახლოებით ეს თარიღი დასახელდა ბათუმში უნდა დაველოდოთ ფრანგულ ხომალდს. Კონდა საუბარი ორთვიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი სამხედრო შენაერთების საერთაშორისო მისიების ფარგლებში მონაწილეობაზე საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად და ვფიქრობ, ახლო მომავალში, როდესაც ტექნიკური შეთანხმების გაფორმება მოხდება, ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ფრანგულ შენაერთთან ერთად განახორციელებს სამშვიდობო მისიას. საფრანგეთი მზად არის გააძლიეროს ნატოს ეგიდით თავისი წარმომადგენლობა შავი ზღვის აუზში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და რეგიონის უსაფრთხოებისთვის. სულ მომავალში ნატოს ეგიდით ჩვენ ველოდებით ფრანგულ ხომალდს და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ვარშავის სამიზე მიღებული კომუნიკეს იმპლემენტაციისთვის, რომელიც როგორც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში, ისე შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს მიზნად, ეს ფრანგული მხარისგან ძალიან კონკრეტული ნაბიჯი იქნება, სწორედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით გადადგმული. საფრანგეთის მინისტრმა საქართველოში სტუმრობის რამდენიმე მიზეზი გამოკვეთა. ერთ-ერთი იყო, როგორც უკვე მაყურებელმა მოისმინა, საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება. მეორე მიზეზად კი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა დაასახელა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილე. ამ პროექტის განხორციელებაში საფრანგეთმა საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დარჩება საქართველოში 3 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე ის შეხვდება პრემიერ-მინისტრს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს და მოინახულებს სკოლასაც, რომლის დაარსებაშიც ფრანგულ მხარეს დიდი წვლილი მიუძღვის. დიდი მადლობა სოფო ოხანაშვილი გვერდებოდა თავდაცვის სამინისტროდან.